მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა თემით თუ რა არის ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი ამჟამინდელი ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც უნდა დააბრკოლოთ და რა თქმა უნდა განვიხილავთ იმასაც თუ როგორ უნდა დააბრკოლოთ და რა უნდა გააკეთოთ, ხო? გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და დავარიგებ, ნახოთ აბა, რა არის პირველი ვარიანტის ყველაზე დიდი სისუსტე ახლა, რომელიც უნდა დააბრკოლოს და რა არის მეორე ვარიანტის ყველაზე დიდი სისუსტე. ქვებსაც დავამატებთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, მოიწონეთ ეს პოსტი. ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ, ხო, პირველი ვარიანტი და ნახოთ აბა რა არის თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე ცხოვრების ამ ეტაპზე. და აქ ამოვიდა არკანი თასების ტუზი. კოშკების ტუზი. ხო, ამ დასტაში ცოტა სხვანაირად არის. ნებისმიერ შემთხვევაში კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვხედავ იმას, რომ პირველ რიგში ძალიან ემოციური ადამიანები მიყურებთ აქ და მეგობრებო, აღსანიშნავი არის ის, რომ თავად ემოციურობაში არაფერი არ არის ცუდი, არც კარგი, მაგრამ ცუდი მით უმეტეს საერთოდ არაფერი არ არის, ხო? ყველას ძალიან ინდივიდუალური ემოციური ფონი გვაქვს, ყველას ინდივიდუალური ემოციური ინტელექტი, ემოციური აღქმა სიტუაციებისა. და ნახეთ, ახლა ამ ეტაპზე თქვენ ხართ ძალიან სენსიტიური და იცით პრობლემა რაში არის? არა თავად სენსიტიურობაში, არამედ იმაში, რომ ამ სენსიტიურობაში ზედმეტად ბევრ ადამიანს, ზედმეტად ბევრ არასაჭირო ენერგიას უშვებთ, ხვდებით? აქ მოდის ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ რაღაცნაირად, როგორ გითხრათ, არც კი ვიცი სიტყვები როგორ შევარჩიო სწორად, ისე რომ საწყენად არავინ არ მიმიღოს, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში აქ მოდის ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ ზედმეტად სენსიტიური ხართ და ამ სენსიტიურობით საკუთარ თავს იზიანებთ, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრ არასაჭირო ენერგიას, არასაჭირო ადამიანს უშვებთ საკუთარ ემოციურ სივრცეში. პლუს ამასთან ერთად ნახეთ როგორი სიმბოლურია ვარდისფერი კვარცი გვაქვს, ხო, პირველი ვარიანტი და არკანი თასების ტუზი. აქ საერთოდ არ გამოვრიცხავდი იმას, რომ შესაძლოა იყოს რაღაც სიყვარულისა და ემოციების ნაკლებობა, გვერდში დგომის ნაკლებობაც. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა არის პირველი ვარიანტის ყველაზე დიდი სისუსტე ახლა, რომელიც უნდა დააბრკოლოს საკუთარ თავში. არკანი თასების შვიდიანი, არკანი კვერთხების რაინგი, პაჟი უკაცრავად. რამდენი რაღაც შემეშალა ამ ერთ წინადადებაში. ნახეთ როგორი სიტუაცია ჩანს აქ მეგობრებო, პირველ რიგში აქ ჩანს რაღაც გარკვეული ილუზიები, ილუზორული წარმოდგენები ადამიანებზე, ირგვლივ მყოფებზე. სხვათა შორის ყველას რა თქმა უნდა არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ არაფხიზელი მდგომარეობაც იგრძნობა. ეს არაფხიზელი მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული, რა თქმა უნდა, რაღაც ალკოჰოლით ან რაღაც მსგავსით, ხო? რაც თქვენ გასუსტებთ, ასუსტებს თქვენს პირად საზღვრებს, თქვენს ემოციებს, ემოციურ ფილტრებს, მოდით ასე ვიტყვი. ასევე შესაძლოა იყოს არაფხიზელი მდგომარეობა გადატანითი მნიშვნელობითაც. მაგალითად, შესაძლოა თქვენ გქონდეთ ასეთი დეზადაპტიური ოცნებები. ზოგადად დეზადაპტიურ ოცნებებში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ იცით, პერიოდულად ეს არის ძალიან მავნებელი. ვინც არ იცის ეს რას ნიშნავს, ეს არის ასეთი
მინი რიტუალები, რომლებსაც ადამიანები აკეთებენ საკუთარი თავისთვის გაუაზრებლად. აი მაგალითად, დამიწერეთ კომენტარებში ახლა რამდენი თქვენგანს გაქვთ ასეთი ჩვევა, როდესაც მუსიკას უსმენთ, უბრალოდ აქეთ-იქით დადიხართ და ვერ ჩერდებით ერთ ადგილას. და გაქვთ რაღაც სცენარები მუსიკის დამიხებით. რამდენი თქვენგანს აქვს ასეთი რჩევა, ძალიან მაინტერესებს. მე ახლა მაგალითად ძალიან ვიცანი ამაში საკუთარი თავი. და ნახეთ ზოგადად ამაში ცუდი არაფერი არ არის, ყველა ადამიანი ოცნებობს, ოცნებები კი ბატონო კარგია, გადასარევია, მაგრამ მე არაერთხელ მithქვამს, ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ადგილები მეთქი, ხო? მაგრამ ნახეთ, ყველაფერს სჭირდება თავისი ზომიერება და ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ ზედმეტად გადართული ხართ რაღაც ფანტაზიებში, არაფრიზელ მდგომარეობაში, ხელოვნურად გამოწვეულ ასეთ ემოციებში. შეიძლება იყოს გავიმეორებ როგორც დეზადაპტაციური ოცნებები, ასევე შეიძლება სხვა რაღაცაც იყოს, როგორიც არის არაფრიზელი მდგომარეობა, ალკოჰოლით ან რაღაც მსხვით, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე ეს თქვენ ძალიან გასუსტებთ, იმიტომ რომ თქვენს ემოციურ ფილტრს აზიანებს ძალიან. თქვენ ამის გამო გექმნებათ რაღაც მცდარი შთაბეჭდილებები ადამიანებზე, ირგვლივ მყოფებზე, რეალობაზე. თითქოს რეალობა ბოლომდე გავიწყდებათ, რეალობას ბოლომდე აიგნორებთ და სულ სხვაგან გადიხართ, მეგობრებო. რაც არ არის კარგი. პერიოდულად გასაგებია ყველასთვის, ხო, მაგრამ თქვენთვის ეს პერიოდი ზედმეტად ხანგრძლივი არის უკვე. როგორ უნდა დააბრკოლოს პირველმა ვარიანტმა? აბა ვნახოთ. რა უნდა გააკეთოთ პირველ ვარიანტო, როგორ უნდა დააბრკოლოთ ეს თქვენი სისუსტე. არკანი ჩამოკიდებული კაცი, არკანი სიკვდილი, არკანი პენტაკლების ორიანი. მეგობრებო, ორი უფროსი არკანი და პენტაკლების ორიანი. შეხედეთ სამივე როგორი სასიკვდილო არკანი ამოვიდა, ხო? პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ ძალიან ბევრ რაღაცას სრულიად სხვა კუთხით უნდა შეხედოთ, რამდენად უცნაურადაც არ უნდა შეხედეს. იცით, მანიფესტაციების ოცნებაც, ფიქრიც, ფანტაზიებიც, ეს ყველაფერი გითხარით უკვე, აქვს ამ ყველაფერს ხო თავისი ადგილები ჩვენს რეალობაში, რატომაც არა, მაგრამ ნახეთ ამ ეტაპზე თქვენ გჭირდება თქვენი ემოციების ჯანსაღი გამოშვება. თქვენში არის ზედმეტად ბევრი ემოცია, რომელიც არის შეკავებული და იმის მაგივრად, რომ თქვენ ეს ემოციები გამოუშვათ და გამოუშვათ სწორად, თქვენ აკეთებთ რას? თქვენ გადადიხართ რაღაც სრულიად სხვა ოცნებებში, სრულიად სხვა ფიქრებში, გადადიხართ ილუზიებში, ილუზორულ მდგომარეობებში და ამით ისუსტებთ თავს, იმის მაგივრად, რომ გამოუშვათ ეს ემოციები. და აქ თქვენთვის პირდაპირ მესიჯი მოდის სამყაროსგან, რომ დროა, ჩემო კარგო, საკუთარ თავს მოკიდო ხელი და გამოუშვა ეს ემოციები. გამოუშვა შეგიძლია ხელოვნების მეშვეობით, შეგიძლია ჩამოწერის მეშვეობით, ხო? შეგიძლიათ უბრალოდ დაწეროთ და გადახიოთ ფურცელი ან რაღაც ასეთი, ასე ვთქვათ, შაბლონური ჭყალებში პრაქტიკა გააკეთოთ. და იცით, თქვენ ახლა ხართ ძალიან ტრანსფორმაციულ ენერგიებში პირველი ვარიანტი. უმძლავრეს ტრანსფორმაციებში ხართ და ნახეთ, ილუზიები პერიოდულად ადამიანისთვის საჭიროც კი არის, თქვენ წარმოიდგინეთ და ახლა ზუსტად არის ის პერიოდი, როდესაც თქვენი ეს ილუზიები, ეს ილუზორული მდგომარეობები არის საჭირო. დიახ, არის. უბრალოდ ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ აქედან გამოსვლა, არა სწრაფად, არა სწრაფი ტემპით და გაქცევით, არამედ ნელი ტემპით. გჭირდებათ, იმიტომ რომ ხართ ტრანსფორმაციებში. უმძლავრესი ცვლილებები გიახლოვდებათ შინაგანი. შინაგანის და სხვათა შორის გარეგანიც, იმიტომ რომ აქ თითქოს თქვენი სხეულის კი იცვლება ნელი ტემპით. სხეულის ტრანსფორმაციასაც კი გადიხართ. ასევე იგრძნობა აქ ძალიან ბევრი ტრავმები წარსულიდან. ტრავმები დაკავშირებული ადამიანების დაკარგვასთან, როგორც გარდაცვალების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ადამიანების წასვლა, მარტოობა, იგრძნობა ინტენსიურად. იცით, არავინ არ არის ვალდებული ჩვენს გვერდით იყოს სამწუხაროდ და
მე იმას არ ვამბობ, რომ თქვენ არ იმსახურებთ სიყვარულს ან რაღაც ასეთი, არა. თქვენ იმსახურებთ სიყვარულსაც, კარგ დამოკიდებულებასაც, ყველაფერს საუკეთესოს მართლა, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ისე არ ხდება, რომ ადამიანებმა დაგვაფასონ. და ჩვენ თავად უნდა დავაწესოთ რაღაც გარკვეული საზღვრები ჩვენს რეალობაში, ხვდებით? ჩვენ თავად უნდა დავაწესოთ საზღვრები, ჩვენ თავად უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ არ გვქონდეს შინაგანად იმის საჭიროება, რომ ჩვენ გვერდით ვიღაც იყოს. და ზუსტად ამ კუთხით გადიხართ თქვენ ტრანსფორმაციებს. იცით რისი თქმა შემიძლია ამ არკანებიდან გამომდინარე, აი პირდაპირ მომდის ასეთი მესიჯი, შენ მარტო არ იქნები. შენ არ იქნები მარტო. კიდევ მინდა დავამატო არკანები. ძალიან საინტერესო სიღრმისეული ინფორმაციები წამოვიდა. ხმლების 4-იანი. შენ არ იქნები მარტო, მაგრამ შენ ახლა გჭირდება დასვენება. დასვენება. შესაძლოა ასევე ძალიან ბევრ თქვენგანს გქონდეთ, ან გქონდათ ახლო წარსულში რაღაც ან ძილის პრობლემები, ან წოლის კუთხით მაგალითად ზურგის ტკივილები, ან რაღაც ასეთი, ხო? შეშუპებებიც შესაძლოა ყოფილიყო აქ. თქვენ ახლა ხართ ტრანსფორმაციის იმ პერიოდში, როდესაც მოდის სიჩუმე, როდესაც მოდის უენერგიობა, დაღლილობა. პენტაკლების მეფე, არკანი მზე. გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან აუცილებლად, უბრალოდ ნელ-ნელა, ნელი ტემპით მაინც თქვენ თავადაც უნდა მიაწვეთ საკუთარ თავს. არ არის აუცილებელი, მაგალითად, რაღაცის გაკეთება თუ გინდათ, რაღაცის შეცვლა თუ გინდათ, პირობითად ავიღოთ ისეთი მაგალითი, მაგალითად გინდათ ვარჯიშის დაწყება, ხო? მაგალითად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უნდა დააძალოთ და დღეში 7 საათი აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ, ხო? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ აიღეთ პატარა ჩვევად. ჯერ დღეში 1 წუთი მაინც რაღაც, არ ვიცი, გაწელვები გააკეთეთ ხოლმე აუცილებლად, ხო? მერე 2 წუთი, მერე რაღაც ახალი შეამატეთ. აი ასე დაიწყეთ მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენს ჰორიზონტზე უკვე მოჩანს მზე. თქვენს ჰორიზონტზე უკვე მოჩანს მზე, მოჩანს ძალიან დადებითი ცვლილებები, მაგრამ ახლა არის დრო, როდესაც მოდის სიჩუმე. როდესაც უნდა იყოს სიჩუმე, დასვენება, ძალების აღდგენა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან საინტერესო იყო. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. უღრმესი მადლობა. მეორე ვარიანტი, ვინც ამოერჩიეთ, თქვენთან ნახოთ, აბა რა ხდება ახლა ამ ეტაპზე. განდეგილი. არკანი განდეგილი. თქვენი მთავარი სისუსტე ცხოვრების ამ ეტაპზე, იცით რა არის? ზოგადად ადამიანები ვართ, სოციალური არსებები. ყველას გვჭირდება პერიოდულად კომუნიკაცია, ამხანაგური, მეგობრული, სასიყვარულოც, ხო? ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან რთული არის ასე ახლო მეგობარი, ახლო ადამიანი გაგიჩნდეს გვერდით, რომელიც გიგებს, რომელსაც ესმის შენი. მე ამის ძალიან კარგად მესმის მეგობრებო, მაგრამ ნახეთ, თქვენი მთავარი სისუსტე არის ახლა განდეგილობაში, იმაში, რომ თითქოს თქვენ თავად არავის და არაფერს არ იკარებთ, არანაირ ინფორმაციას, არანაირ ადამიანებს და პერიოდულად ასეთი სიჩუმე გასაგები არის, კარგი არის კიდევაც, საჭირო არის კიდევაც. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რაში არის მეორე ვარიანტის მთავარი სისუსტე ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. კვერთხების 2-იანი, თასების 3-იანი და არკანი ძალა.
შეხედეთ მეგობრებო, მართალი ვიყავი როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ გქონდეთ მინიმალური კომუნიკაცია მაინც, მინიმალური სოციალური კომუნიკაციები მაინც, მაგრამ თითქოს თქვენ თავად იზღუდავთ თავს ამაში. და იცით რას ვგულისხმობ? გასაგები არის შესაძლოა თქვენ გქონდეთ მაღალი, ბრჭყალებში მაღალი სტანდარტები ან სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ან მეგობრული ურთიერთობებისთვის, ხო? მაგრამ ყველა ვისთანაც გაქვთ რაღაც სასიამოვნო ან კარგი კომუნიკაცია, ყველა ავტომატურად მეგობარი ან ავტომატურად შეყვარებული არ არის. და თქვენ ეს უნდა გახსოვდეთ. ხვდებით? თქვენ შეგიძლიათ რომ გქონდეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, თქვენ შეგიძლიათ ადამიანებთან საუბარი, თუნდაც ისეთ თემებზე, რაც თქვენ შეიძლება ნაკლებად გაინტერესებდეთ, ხო? თქვენ გჭირდებათ ახლა მეტი სოციალური ადაპტაცია, მეტი კომუნიკაცია, მეტი საუბრები. სოციალური ქსელების მეშვეობით, ცოცხალი საუბრებით, ნებისმიერი სახით. იმიტომ რომ აქ მე ვხედავ ადამიანს, რომელიც არის გაჭედილი ან რამდენიმე ადამიანში, თითქოს მხოლოდ 2-3 ადამიანთან გაქვთ კომუნიკაცია და სხვას არავის არანაირად არ იკარებთ და საერთოდ არაფერზე არ ესაუბრებით, გამარჯვებასაც არ ეუბნებით, ან საერთოდ არავის არ იკარებთ, იმიტომ რომ მაღალი სტანდარტები გაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენთვის არის რჩევა, რომ რაღაცებს ცოტა უფრო მარტივი თვალით შეხედოთ. არ გეუბნებით იმას, რომ თუ თქვენ ადამიანი არ მოგწონთ, ესე იგი თქვენ მასთან უნდა გქონდეთ ან მეგობრული ურთიერთობა, რაღაც სიღრმისეული კავშირი, ხო? მაგრამ აი მინიმალური კომუნიკაცია მაინც. მინიმალური კომუნიკაცია მაინც უნდა გქონდეთ, მეგობრებო. ახლა ამ ეტაპზე ამასაც ხაზს გავუსვამ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა როგორ უნდა მოაგვაროთ თქვენი ეს პრობლემა, თქვენი ეს სისუსტე. სხვათა შორის ამ არკანებიდან გამომდინარე პენტაკლების 3-იანი, ხმლების 2-იანი და ფორტუნას ფორფალი. ამ არკანებიდან გამომდინარე ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ მე ვხედავ სიტუაციას პირიქით, სადაც თქვენ სირგლი ვარიან ზედმეტად ბევრი ადამიანები, თითქოს ყველა ხელს გიშლით, ნერვებს გიშლით, მაგრამ თქვენ თავს აძალებთ კომუნიკაციას. აი ნახეთ, ასეთი ორი უკიდურესობა იგრძნობა, სადაც ადამიანი ან საერთოდ არავის არ იკარებს საკუთარ სივრცეში, ან სადაც პირიქით ადამიანი ყველას იკარებს, კი არა, ყველასთან ცდილობს კომუნიკაციას, ყველასთან ცდილობს ადაპტაციას, ყველასთან ცდილობს ადაპტირებულ კომუნიკაციას, ცდილობს არავის არაფერი ოდნავადაც არ აწყენინოს, ცდილობს ყველასთვის იყოს ეგრეთ წოდებული ჯიგარი, კარგი მეგობარი, კარგი ამხანაგი, მაგრამ ამასობაში გავიწყდებათ საკუთარი თავი. აი ასეთი ორი უკიდურესობა ჩანს. და პირველ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოთ? პირველ შემთხვევაში თუ თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რომ მეტი კომუნიკაცია, თუნდაც ზედაპირული, ხო? ხოლო მეორე შემთხვევაში თუ თქვენ ზედმეტად ბევრი კომუნიკაციები გაქვთ, ამ შემთხვევაში პირიქით ვიტყოდი, რომ გჭირდება ცოტა მეტი დრო საკუთარი თავისთვის, საკუთარ თავთან მარტოობისთვის. გასაგები არის, რომ მარტოობას შეიძლება გაურბოდეთ, იმიტომ რომ არ გსურთ საკუთარ თავთან მარტოობაში რაღაცეების ფიქრი, ესეც კარგად მკვეთრად იგრძნობა. მაგრამ მეგობრებო, იცით, საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებს ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით და ადრე თუ გვიან ყველაფერი ამოდის ზედაპირზე და უმჯობესია რომ საკუთარ თავი დაასვენოთ, იფიქროთ იმაზე, რაზედაც არ გინდათ ფიქრი, იმიტომ რომ ზუსტად იქ არის ხოლმე ჩვენი სისუსტე, ზუსტად იქ არის ხოლმე ჩვენი სუსტი წერტილები და ზუსტად ის ჩვენი მხარე უნდა დავამუშაოთ და უნდა იფიქროთ როგორ? უნდა იფიქროთ მიიმღებლობის პოზიციით. მე ცუდი რაღაც გავაკეთე, კი ბატონო, მე გავაკეთე რაღაც ცუდი. მე ცუდი რაღაც მინდა, კი ბატონო, მე მინდა ცუდი რაღაც. მერე სამყარო დაიქცა ამით? არ დაიქცევა, მეგობრებო, სამყარო. არ დაიქცევა თუ თქვენ საკუთარ ფიქრებს ამოუშვებთ და მისცემთ საკუთარ თავს ელემენტარული ფიქრის უფლებასა და საშუალებას. იმიტომ რომ ფიქრი სხვა არის, ქმედება სხვა არის და არსებობს ხანდახან რაღაც მომენტები, რაზედაც უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ, რაზედაც რაშიც უფრო სწორად უნდა ჩავღრმავდეთ ფიქრისებურად, მაგრამ საქმეზე რომ მივაქმედებით არ უნდა გავაკეთოთ, ხო? ასეთ მაგალითს მოვიყვან, მთლად ახლოს არ არის, მაგრამ მაინც უფრო გასაგები რომ იყოს. რამდენ თქვენგანს გქონიათ ისეთი სიტუაცია, როდესაც თქვენ გაქვთ რაღაც სულელური ფიქრები, მაგალითად, არ ვიცი, ქუჩაში
დავშოთ ქუჩაში ხედავთ ბავშვს და ფიქრობთ რომ აი ნეტა ახლა რა მოხდება უცაბედოთ ამ ბავშვთან რომ მივვარდე და გავლახო. რამდენ თქვენგანს გქონიათ ასეთი ფიქრები მიუხედავად იმისა რომ ამას საერთოდ არასდროს არ გააკეთებდით და შეიძლება პირიქით გიყვარდეთ კიდევაც ბავშვები. რამდენ თქვენგანს გქონიათ ასეთი ფიქრები? ასეთი ამ მსგავსი რაღაც. მესმის რომ ყველას არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ასე თუ ისე რაღაც მსგავსი თითქოს სადისტური უცნაური ფიქრები არსაიდან გაგჩენიათ, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ სადისტი ხართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ამას გააკეთებთ, არა? საერთოდ არ ნიშნავს და არც იმას ნიშნავს რომ თქვენ რაღაც სერიოზული პრობლემები გაქვთ. უბრალოდ ადამიანში გროვდება რაღაც გარკვეული ემოციები, გროვდება რაღაც გარკვეული ენერგიები, რომლებსაც სჭირდება ამოშვება და როდესაც ჩვენ საკუთარ თავს ვიტყუებთ რომ არა მე ეს არ მინდა, არა მე ამას არ გავაკეთებდი, ფუ შორს წავიდეს ჩემგან ეს ფიქრები, ამ დროს ეს ფიქრები უფრო ინტენსიური ხდება. ამიტომაც უბრალოდ ხანდახან უნდა მისცეთ საკუთარ ფიქრებს იმის საშუალება რომ იმოძრაონ თქვენს ტვინში. იმოძრაონ და იმოძრაონ. ეს იმას არ ნიშნავს რომ რეალობას შეესაბამება თქვენი ფიქრები. ხვდებით ხო? სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები, ბედნიერი ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.